ეს არის სანტა-მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათი, ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული მიღწევა კაცობრიობის ისტორიაში. ის მე-15 საუკუნეში დააპროექტა ფილიპო ბრუნელესკიმ. იმ პერიოდში, როდესაც არავინ იცოდა, როგორ გადაეხურათ ასეთი მასიური ღიობი, თითქმის 45 მეტრის დიამეტრით. გუმბათის უნიკალურობა იმაშია, რომ ის აშენდა შიდა ხის კონსტრუქციის გარეშე, რაც იმ დროს წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. მისი სტრუქტურა ორგვარია. გარე გუმბათი იცავს ნაგებობას კლიმატისგან, შიდა კი ტვირს ინარჩუნებს. ბრუნელესკიმ გამოიყენა სპეციალური აგურით წყობა, რომელსაც თევზის ძვლის ფორმა ეწოდება, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს. მშენებლობა 16 წელს გაგრძელდა და დღემდე ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აგურის გუმბათი. ამ დიდ პროექტს მხარი დაუჭირა ფლორენციის გავლენიანმა მფარველმა კოზიმო დე მედიჩიმ, რომელმაც ბრუნელესკის იდეებს გზა გაუკვალა. იგი არა მხოლოდ ფლორენციის სიმბოლოა, არამედ არქიტექტურის გარდამტეხი წერტილი გოთიკიდან რენესანსისკენ. ეს არის გენიის იდეა, რომელმაც შეცვალა ისტორია.